ამეჭობს ამძაფრებს ისიც, რომ ძალიან ხშირად მოყავთ და ახსენებენ 2009 წელს ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეპორტს სახელწოდებით რომელი გზა სპარსეთამდე. თავდაპირველად გეტყვით, რომ ბრუკინგსის ინსტიტუტი ეს არის ნეოკონსერვატიული think tank-ი, რომელიც საკმაოდ დაახლოებულია ნეოკონსერვატიულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ვაშინგტონში და გარკვეულწილად გავლენიანი think tank-ია და აი ამ რეპორტში ნახსენებია გარკვეულწილად პოლიტიკის ვარიაციები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს შეერთებულმა შტატებმა ირანთან მიმართებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსი გადაირჩიეს, მის პრეზიდენტობა დასრულდა და მისი ახლო აღმოსავლური სამხედრო ინტერვენციები გარკვეულწილად დასრულდა და აირჩიეს ბარაკ ობამა განახლებული მსოფლმხედველობით, ახალი პოლიტიკური ძალით, დემოკრატების სახით და აი ამ დემოკრატებს გარკვეულწილად სჭირდებოდათ ახალი სამხედველობა ირანთან მიმართებაში და აქ შემოთავაზებულია როგორც ხისტი, ასევე რბილი პოლიტიკები, მოლაპარაკებების მექანიზმები, ზეწოლის მექანიზმები, სანქციების მექანიზმები და ერთ-ერთი ალტერნატივა არის ის, რომ ირანთან პოლიტიკა შეერთებულმა შტატებმა მიანდოს ბენიამინ ნეთანიაჰუს. ანუ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განსაზღვროს თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ირანთან შეერთებული შტატების პოლიტიკა და აქ ერთ-ერთ აბზაცში ნახსენებია ისიც, რომ თუ კი ოდესმე შეერთებული შტატები უშუალო კონფლიქტში ჩაერთვება ირანთან, სასურველია ეს კონფლიქტი დაიწყოს ისრაელმა განახორციელოს პირველი სამხედრო აქტიურობა და სამხედრო აგრესია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ბრალეულობა და კრიტიკა, რომელიც წარმოიქმნება ამ შემთხვევაში, გადავიდეს ისრაელისკენ და არ დაბრალდეს შეერთებულ შტატებს. ასევე ნახსენებია ისიც, რომ სასურველია შეერთებული შტატების კონფრონტაციაში შესვლა ირანთან მოხდეს გარკვეულწილად ირანული პროვოკაციის საპასუხოდ, რომ გარკვეულწილად მოხდეს ესე იგი ყალბი მოვლენა, რომელიც გახდება საბაბი აი შეერთებული შტატების ინტერვენციის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყოს დამაჯერებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუმცა ახაც აღნიშნავენ, რომ აი ესეთი მსგავსი პროვოკაციული აქტის განხორციელება რთული იქნება, რომ ეს პროვოკაცია იყო ნამდვილად ირანის მოწყობილი. თვითონ ამ დოკუმენტის ეს ნაწილი პრაქტიკულად აყირავებს იმ პარადიგმას, რა პარადიგმაშიც ჩვენ ვშელობთ აი ამ კონფლიქტთან მიმართებაში, ხო? ჩვენ მაგალითად აქ თავარ სუბიექტად განვიხილავთ ისრაელს და ისრაელის ინტერესებს, რომ ისრაელი არის მთავარი ირანის მოწინააღმდეგე ძალა და ის რაც ხდება ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარეობს და ისრაელს ეხმარება შეერთებული შტატები და ანუ ისრაელის ზეწოლით ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ამ დოკუმენტის მიხედვით გამოდის ის, რომ არათუ ისრაელი ამ შემთხვევაში სუბიექტი, არამედ შეერთებული შტატები და უბრალოდ ისრაელი არის საშუალება გამოყენებული იმისთვის, რომ შევიდეს აი ამ რეგიონულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ირანთან, რომ შეერთებულმა შტატებმა აირიდოს გარკვეულწილად ეს საერთაშორისო პასუხისმგებლობები და ბრალეულობა მომავალში.